Иван Тасошвили. Иван Тасошвили сейчас идет тянуть жребий. Интересно, какой номер он вытащит. Номер 13. Заметьте. Счастливый. Оставлено тема. Игорь Табилевич. Можно с этой А стороны? это точно ты очки подними? Иван, остановись. Дублер. Здесь, да? Да. Первый. Ну, может, это закономерно сохранится и на финал? Ну, смотря с какой стороны можно быть первым. Ну, я обычно в тройку попадаю на форели. В конце, правда, ну, такое дело. Да. Александр Комиссаров. Нет его. Он вчера пробухался. Какой номер? 11. Барабанные палочки, я же говорил по блату. Я, короче, 2 семерки просил. Георгий Физалишвили. Отхи. Да, заодно отрываем кулечек для мертвой рыбы. Отхи. Оторвал. Парки. Макс парки. Планирую на ужин наловить. მოგესალმებით მეგობრებო. როგორც ჩეკბირდით, აუცილებლად შემოგთავაზებთ ამ კვირაში ახალ ვიდეოს. ეხლა ვიმყოფებით ვარიანის კერძო მეურნეობაში, საკალმახე მეურნეობაში, სადაც ტარდება ტურნირი სპინინგით თევზჭერაში. არია ტურნირი 18 მონაწილეა. მეც ერთ-ერთი მონაწილე ვარ, რა თქმა უნდა. მოგესალმებით მაკო. მოკლედ დავიწყებთ ახლა თევზაობას. ძალიან საინტერესო ტურნირი უნდა გამოვიდეს წესით დარიგით. უძლიერი მონაწილეები არიან, რა თქმა უნდა. ფედერაციის წევრები უცხოეთიდან ჩამოვიდა რამდენიმე მონაწილე ამ ტურნირში მონაწილეობისთვის, ისე რომ საკმაოდ კარგი ტურნირი უნდა გამოვიდეს და რა თქმა უნდა კარგი პრიზებიც არის. ახლა გადავინასრულოთ და მოკლედ დავიწყოთ თევზაობა. დარჩით ჩემარხთან, აუცილებლად გამოიწერეთ, მონიშნეთ ზარისღილაკი და დაალაიქეთ ვიდეო. აბა დავიწყეთ. არც მე Сапожник без сапога. Fuck. ინა შევცვალოთ, ვიყოთ ამის შრომობა. ორი უშვებ Вау. Окро. Браво. Браво. Вах. Рамхела.
ოქროს თევზია, სამი სურვილი უნდა. ახლა მიმდინარეობს შედეგების შეჯამება. საჭთა კოლეგია აჯამებს შედეგებს და გადავხედოთ ჩუმად ხელი არ შევუშალოთ. А может попадешь? Есть шанс. მეგობრებო, დასრულდა 8 ეტაპი. ნუ სამწუხაროდ მე გამოვარდი ამ ტურნირიდან. თუმცა, რასთავარია, მივიღე სიამოვნება, დავიჭირე კალმახი, რამდენიმე წალი და ვფიქრობ, რომ ამისთვისაც კმარა ტურნირში მონაწილეობა. კიდევ უფრო მეტი გამოცდილება მივიღე, რასთავარია. და სამომავლოდ მეტი ცოდნა მექნება და უფრო მეტს შევძლებ დარწმუნებული ვარ. როგორც შეგგვირდით, ახლა გადავდივართ კულინარიულ ეტაპზე. ჩვენი მეგობარი ნიკოლოზი მოკლედ ასუფთავებს თევზს, კალმახს. ჩვენი ძმა და მეგობარი ხედო ცეცხლს აგუზგუზებს და ცოტა ხანში შემოგთავაზებთ კალმახის მომზადებას. არაჩვეულებრივად გამოიყურება. ნიკო. მარტივად ხარისხენად რომ გითხრა, როგორი მოზადების სტილი გქონდა უცხო. ესე იგი, კალმახი გვაქვს ცხარე соуსი. და ცხარე соуსში რა შედის? დოგვი, მწვანე აჯიკა, მაიონეზი და ნახევარი ლიმონის წვენი. ეს ყველაფერი ერთმანეთში კარგად აურიეთ. მე შევაზრდეთ ჩვენ კალმახს. ანუ მარტივად. მარტივად და ხარისხენად გემრიელად. მეგობრებო, მოკლედ ძალიან გემრიელია ნიკოლოზის მომზადებული კალმახი, გემრიელესია ახლა. ესეთი მოწოდება მექნება თქვენ. თუ გნებავთ უფრო ბევრი ინფორმაცია მიიღოთ კულინარიასთან დაკავშირებით და კულინარიული ვიდეოები გაინტერესებთ და არა მარტო კულინარიული, იმიტომ რომ ნიკოლოზი ძალიან კარგად თევზაობს სხვადასხვა სტილით. შეგიძლიათ ვიდეოს ქვევით აღწერაში გადახვიდეთ მითითებულ ლინკზე და გაეცნოთ ნიკოლოზის YouTube არხს და ნახოთ ძალიან ბევრი საინტერესო ვიდეო. ისე რომ მოგიწოდებთ, გადახვიდეთ და გამოიწეროთ, მონიშნოთ ზარიზღილაკი და არ გამოგრჩეთ არც ერთი ვიდეო. გვირდებით საინტერესო ვიდეოებს არ მოგაგრებთ. მეგობრებო, უკვე მიმდინარეობს ფინალი და მესამე ადგილისთვის ბრძოლა. უკვე ძალიან საინტერესო მიმდინარეობს. ნახოთ აბა როგორ დამთავრდება. დასრულდა დღევანდელი ტურნირი. ძალიან საინტერესოდ გაიმართა. პირველ ადგილზე გავიდა მესიქ სვანიძე, მეორე ადგილი დაიკავა ლევან თასოშვილმა და მესამე ადგილი სტუმარმა უკრაინიდან, რომლის სახელდაგვარს აუცილებლად აღწერაში დავწერ, იმიტომ რომ ფიზიკურად ვერ დავიმახსოვრე ესე მარტივად. ისე რომ ძალიან კარგი კიდევ ერთი ტურნირი ჩატარდა, ამჯერად ვარიანის კერძო მეურნეობაში და ვფიქრობ, რომ წელი დაიწყო ძალიან კარგად. მეგობრებო, ამით დაგემშვიდობებით. მოგიწოდებთ როგორც ყოველთვის, გამოიწეროთ ჩემი არხი და მონიშნოთ ზარეზღილაკი, რომ არ გამოგრჩეთ არც ერთი ვიდეო. აუცილებლად დაალაიქეთ, ლაიქები აუცილებლად, იმიტომ რომ ძალიან გჭირდება. мотивაციას მაძლევს, რომ კიდევ უფრო ბევრი ვიდეო გადავიღო. ისე რომ ნელ-ნელა დაგემშვიდობებით და როგორც ყოველთვის წარმატებულ თევზაობას გისურვებთ. აბა კარგად იყავთ.